ყველას მოგესალმებით, თქვენთან არის გიორგი. ესე იგი, შემხვდა პოდკასტი YouTube-ზე, სანდრიკასთან, ესე ქვია პოდკასტ, სადაც სტუმრად იყო მღვდელი საბა ჭიკაიძე და გავარჩიოთ პატარ-პატარა ვიდეოები დავდებ სპეციალურად, რომ არ იყოს დამღლელი. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც და თქვენთვისაც ამ ადამიანის მოსმენა და აი უყურეთ ვიდეოს ეს მღვდელი მაგალითად რა ქრისტიანობას აცნობს თქვათ მის მსმენელს და თვითონ ვინც რა თქმა უნდა სტუმრად მიიწვია. მაგალითად ეს საზომი არის მოძღვრის სიტყვა. შენ არ უნდა გაუხდე საკუთარ თავს სწორი სულიერი ცხოვრების საზომად. აი ეს არის ქრისტიანობის უმთავრესი მომენტი რა, რომ ეს უნდა გააზომენო აუცილებლად სხვას. ვისაც შენ სულიერ მოძღვარს უწოდებ და ამარჩევა შენაკეთ. ერთჩვენიერ დღეს ანუ შენ არ ვიღაცა შენ სულიერ მოძღვარს, უცხადებ მას განსაკუთრებულ ნდობას და მის სიტყვას უფრო მეტად ენდობი, ვიდრე შენს საკუთარ შეფასებას. აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ანუ სულიერი მოძღვარი არის ერთადერთი. ხო, ამ ვიდეოში ჩანს, რომ მღვდელი საბა ჭიკაიძეს თავარი დავალება არის, რომ რაც უფრო ტვინს გამოურეცხავს ხალხს და რაც ყველაზე მთავარი არის, რომ თავისუფალი ნება. ანუ შენ პიროვნება, რომელსაც თქვა გადაწყვეტილი გაქვს რაღაც სულიერი ცხოვრების დაწყება, პირველ რიგში უნდა ჩაყლა შენ თავში თავისუფალი ნება და როგორც მღვდელი საბა ჭიკაიძე იძახის, ესე იგი, ეს ყოფილა, ანუ მოძღვარს უნდა გადააბარო შენი ნება ერთ შვენიერ დღეს. ჩვეულებრივ დღეს მოძღვარს ვერ აირჩევ. შვენიერი დღე არის ეს, რომ მიდიხარ და მოძღვარს ირჩევ და რაც ყველაზე მთავარი არის, მოძღვრების უმეტესობა იმას ცდილობს, რომ ადამიანი კი არ გაათავისუფლოს, პირიქით. თავისუფალი ნება მოუკლას და ანახოს, რომ ღმერთი არის დამსჯელი, ხატა თვისად, როგორც წერია სახარებაში, რომ ხატა თვისად შევქმნათ კაცი ესე, ადამიანი, ანუ ადამიანი ღმერთმა შექმნა ხატა თვისად, ანუ თვითონ როგორიც არის, ისეთი შექმნა, ხო? როგორც წერია იქ და ჩვენ შექმნა ხატა თვისად არარაობად, ანუ არაფერი არა ვართ და ჩვენ შექმნა როგორც მაგალითად სათამაშო, აი პიერ რიშარი რო არის ფილმი, სათამაშო ფრანგული ფილმი არის და აი ის მაგალითად დიდარი იმის როგორ იმაშვება რა, როგორც უბრძანებს ისე რო აკეთებინებს, ანუ ღმერთმა ჩვენ შექმნა, იმიტომ რომ ჩვენით ის გაერთოს და ჩვენი არარაობით ის ტკბობას განიცდის. აი ეს ახლა მღვდელი საბა ჭიკაიძესნაირი მოსაუბრე, რომელიც ახლა იგზის და სრული თავისუფლება მისცა სანდრომ, ალექსანდრემ, იმიტომ რომ არ არის ჩახედული თქვათ მართლმად იმაში, რა ქვია, ქრისტიანობაში ისე, რომ თქვათ მან კრიტიკული კითხვების კი დაუსვას ამ მამაოს. არაფერი, ნუ აგრძელებს ესე ამ ყველაფერს და ეს მამაოს აგრძელებს, რა თქმა უნდა, ტვინის გამორეცხვას. არავითარ შემთხვევაში სახარებას რო წაიკითხავ, გაეცნობი, თქვათ, რა არის შენი რელიგია და პირველ რიგში შენ თავს გაიცნობ, ვინა ხარ. მერე მიხვდები, რომ ეს მღვდელი საერთოდ, რომელზეც ინტელექტით უფრო მაღლად გახარ, ვიდრე ეს არის თვითონ. ამ კაცთან საერთოდ კი ვერ იპოვი, ეს კაცი თვითონ მოგიშორებს შენ თავისი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ მისთვის არაკომფორტული გახდები. რატომ? იმიტომ რომ ეს ეხა ასეთ დაბოლებას რო იწყებს, რომ შიბლი აქ კიდოს, რომ გადაშიბლავებული იყო, შენი კითხვები ამ კაცს გააჩერებს ეგრევე და ერთ კითხვას და ამ კითხვებს კიდე მერე კითხვები მოყვება. ხო და მერე უკვე მამასაბა უკვე თვითონვე აღარ დაინტერესდება შენით, იმიტომ რომ მიხვდება, რომ შენ ვეღარ გაბოლებს. მაქსიმუმ როგორც ვიცი მე მღვდლები როგორ აკეთებენ, ეს იქნება ის, რომ ამპარტავანი ხარ, გეტყვიან, რომ აი ბოროტისგანაა ესაზრები, იმიტომ რომ ეს იმდენად მაგარია, რომ ბოროტი ამას ვერ ერევა, არადა ბოროტს ჯიბეში ყავს. ეს უმეტესობა მღვდლები ჩასმული და ათამაშებს როგორც უნდა, ხო და აი ეს უნდა, ესე იგი, ისე და ჯერ სოციალურმა მდგომარეობამ ხო ტყავი უნდა გაგვაძრო, გაგვანადგურა. სამსახური ეს ყველაფერი და ეკლესიაშიც მიდიხარ და იქ აი ესეთი კაცი გვხვდება, რომელიც პირდაპირ მონობისკენ გიბიზგებს. რავი ხალხო, თქვენ თვითონ აირჩიეთ. აი ხა ამ კაცს მოусმინეთ და თქვენ თვითონ გამოიტანეთ აზრი. ვიდეოში ნახავდით, ამ კაცმა ელაპარაკა, რომ შენ თავისუფალი ნება თურმე უნდა მოკლა და ამ მღვდელს უნდა გადააბარო, რომელიც თვითონაც გარკვეული არ არის თავის სარწმუნოებაში, ამას შემდეგ ვიდეოებში განახებთ.